როგორ მოახერხე 1 წელიწადში 200 ლარი ვალი რო ქონდა შენ ძმაკაცის, იმიტომ რომ ბავშვისთვის ფორმულას ვერ კიდულობდი, მაქედან 1 წელიწადში 1,5 მილიონი სახლამდე მისვლა. ეგეთმა დიდმა სირთულემ დააპროვოცირა ის, რომ რაღაცებს, რასაც მანამდე ისედაც ვაკეთებდი, ცოტა სხვა თვალით შემეხედა, სხვა ფორმა მიმეცა, სხვა პოტენციალი დამენახა და პერსპექტივა და ეგ იყო გადაწყვეტილება, რომ თქვი რომ მე თვითონ გაყიდვაი რაღაცა მიყვანს და გამომდის. ძირითადად ტიპებს გონიათ, რომ თუ არ იყიდება, ესე იგი არ ვარ. თუ პროდუქტი კაია და არ იყიდება, მიზეზი არის პრეზენტაციაში და არცაც სხვაგან. არ გაყიდვა არ არის ცუდი პროდუქტის ინდიკატორი. ცუდი პროდუქტის ინდიკატორია რეკომენდაციის არ გაწევა, განმეორებით არ ყიდვა, დაბრუნების მოთხოვნა. თუ ამას მთავაზობ, ამ რაღაცას ღირებულება ექნება ერთადერთ შემთხვევაში. თუ მე ვხედავ კავშირს ჩემს კონკრეტულ პრობლემებს რანაირად აგვარებს. როგორც კი შენს საჭიროებებზე, მტკივნეულ წერტილებზე დავიწყებ ლაპარაკს, შენთვის ჩემი საუბარი საინტერესო ხდება, იმიტომ რომ უი ბიჭი, ჩემზე ლაპარაკობს. გრძნობ რომ ეს რაღაცა რო არ კონდეს დაღუპული. საბოლოოში დავდივართ იქამდე, რომ ყველაფერი ის კეთილგანწყობის /დობის მოგვიანებას